მოგესალმებით, ვიწყებთ მეკოს პოდკასტს და მინდა რომ პირველ პოდკასტში ვისაუბრო ჯორჯ მარტინის დრაკონის სახლზე. ამ თემაზე სასაუბროთ მეწვია კეტია ნუფიძე და მსურს რომ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. მოგესალმებით, ჩვენ ვიცით რომ ჯორჯ მარტინის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს ვარდების ომი და ასლიანი ომი. როგორც თვითონ ამას ამბობს და ასევე მის პერსონაჟებს ყავთ რეალური პროტოტიპები, ისტორიული ფიგურების სახით და მე და მეკომ შევარჩიეთ დღეისთვის რაინერა. და საერთოდ დღევანდელ პოდკასტს ჩვენ გვინდა დავარქვათ რაინერადან თამარ მეფემდე. და რა კავშირი აქვს რაინერას თამარ მეფესთან? ამას ახლა ეს სხვა დანარჩენი პერსონაჟები გვაჩვენებენ. პირველ რიგში რაინერა. როგორი გმირია რაინერა? ყველა მიცის ალბათ, ვინც ამ სერიალს უყურებს. ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი მემკვიდრე კანონიერი მეფის, იქამდე სანამ მას ეყოლება სხვა შვილები. და ბავშვი, რომელიც გაიზარდა როგორც პოტენციური დედოფალი, მეფე, იმიტომ რომ ამაზეც გამომახვილებ ყურადღებას რა განსხვავება დედოფლის ქართულ გაგებასა და ვთქვათ დასავლურ გაგებას შორის. და გარემოებათა გამო აღმოჩნდა უკვე ფაქტობრივად მეორე პლანზე და ტახტის მემკვიდრედ იყო დასახელებული მისი ძმა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისის წინაშე ყველამ დადო ფიცი, რომ ტახტზე აუცილებლად უნდა ასულიყო რაინერა და თვითონ როგორც მიუთითებს ჯორჯ მარტინი, მისი პროტოტიპი არის მატილდა ინგლისელი. მატილდა ინგლისელზე უფრო კი, მეკო, და მან საინტერესო არის კიდევ ერთი რაღაც, თუ გარდა იმისა, რომ ხა ჩვენ მატილდას დავახასიათებ და ზოგადად ამ ნორმანდიის დინასტიას და პლანტაგენეტების დინასტიის ჩანასახზე მოგვიწევს დღეს ლაპარაკი, საინტერესო ამბავია კიდევ აქ ერთი. ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ ასევე მატილდების ომზე. დღეს ჩვენთან იქნება ძალიან ბევრი მატილდა. ქალების დაპირისპირებასაც ვნახავ და ზოგადად ქალების როლს მე-12 საუკუნის ინგლისის, საფრანგეთის დასავლური ცივილიზაციის აკვნის ყოფაში. მე რატომ მომხსენიებ ახლა აკვნად ბრიტანეთს, ინგლისს და საფრანგეთს, ყველამ კარგად იცის რომ ჩვენი ცივილიზაციის აკვანი არის საბერძნეთი, იერუსალიმი, რომი, მაგრამ თვითონ მარტინს თუ დავაკვირდებით, როდესაც იწყებს ტარგარიანების დინასტიით, ამბავს თითქოს ერთი ერა უკვე დასრულებულია და ახალი ერა იწყება. და ეს ახალი ერა იწყება ტარგარიანებით. ზუსტად როგორც ინგლისში გადასული ნორმანდიული დინასტია იწყებს უკვე ახალ ეპოქას ევროპის ისტორიაში. ახალ ნიადაგზე შენდება. შეიძლება რომ ესეთი რაღაცა პარალელი გავავლოთ ამ ორ ამბავს შორის. ყველაფერი რა თქმა უნდა იწყება 1066 წელს, როდესაც უილიამ დამპყრობელი ნორმანდიის ჰერცოგის უკანონო შვილი, ბასტარდად წოდებული, ინგლისს დაიპყრობს. აქ არის ცალკე საინტერესო ისტორია, მაგრამ დღეს უბრალოდ შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ომიც და გადასვლაც კუნძულზე ნორმანდიის ჰერცოგის, ეს კიდევ ცალკე თემა, იმიტომ რომ აქ უკვე თემაში შემოდის რამდენიმე საინტერესო ედვარდების ამბავია და რომელია დაახლოებით ისეთივე გასარჩევია, როგორც ძალიან ცნობილი მარტობისას წელი. როდესაც ხო, გარკვეული კატეგორიის ადამიანები როლების თხადაგიგოს შემდეგ პირდაპირ მარტობისას წელს იწყებენ ხოლმე და მე აურელიანოს და არკადიოს როგორ ახერხებენ ერთმანეთში აურით, ეს მე არ ვიცი. მოკლედ, იქ სხვა ამბავია, მაგრამ ჩვენი უილიამი გადადის კუნძულზე, იპყრობს კუნძულს და იწყებს მის მართვას. რა კავშირი აქვს მატილდასთან? უილიამს, ის არის მისი ბაბუა. უილიამს ყავს რამდენიმე ვაჟი. უფროსი ვაჟიშვილი, ზოგადად ყავდა 10 შვილი. ბევრი შვილი ყავდა, მაგრამ ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამორჩეული და ცნობილი არის 3. უფროსი ვაჟიშვილი მისი არის რობერტ კურტგეზი, რომელიც იყო, რომელსაც ზედმეტი სახელი ჰქონდა კურტგეზინაც ნიშნავს მოკლე შარვალს. მოკლე შარვალი არ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი გითხარით აბა ამ თემასთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კოჭებში ქარი უფერავდა, რა თქმა უნდა. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მისი შარვალი სხვა კაცების შარვალთან შედარებით უფრო მოკლე იყო, იმიტომ რომ ის იყო დაბალი კაცის კაცი. მოკლე რომ ვთქვათ. მოკლე კაცი იყო, შარვალის გონდა შესაბამისად მოკლე
და სხვათა არც ერთი მისი ძმა არ გამოირჩეოდა დიდი ახოვანებით, შეიძლება ეს იმის ბრალია რომ უილიამის მეუღლე, უსახმარლესი მეუღლე, ძალიან უყვარდა მას თავის ცოლი, როგორც ისტორიანი გვაუწყებენ, მატილდა ფლანდრიელი, ტანით იყო ძალიან დაბალი ქალი. და არც ერთი მისი ვაჟიშვილი სიმაღლე დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ ეს ეთყობა მარტო რობერტის შემთხვევაში დააფიქსირეს. ალბათ იმიტომ რომ რობერტი ვერ გახდა მეფე და რაღაცა მე ვფიქრობ რომ როგორც მომდევნო მის ძმას და კიდევ უმცროს მის ძმას რაღაცა ხელსაყრელად მიაჩნდათ რომ მის მიმართ ყოფილიყო გამოვლენილი ასეთი დამაკნინებელი ეპითეტი და ასე იყო შეფასებული. მოკლედ ეს რობერტ კურტგეზი, მეორე ვაჟიშვილი საყურადღებოდ ჩვენთვის ეს არის უილიამ რუფუსი, რომელიც ძალიან უყვარდა მამას, გამორჩეულად ამბობენ რომ მამას ყველაზე მეტად ისგავდა. აღწერილია სხვა შორის გარეგნობის შუაზე გადაყოფილი ქერათმები ქონდა, ესეთი ჩამჯდარი ჯირკივით ბიჭი იყო და იყო ესეთი ძალიან პრანჭია, ძალიან უყვარდა უკანასკნელ მოდაზე ჩაცმა. მე არ ვიცი რა მოდა იყო მაშინ ინგლისში, დარწმუნებული ეს არ არის. ხო, მაგრამ უბრალოდ გამოპრანჭული დადიოდა ხოლმე. და მესამე ვაჟი იყო ჰენრი ბოკლერკი, ჰენრი პირველი ბოკლერკი, ჰენრის ისტორია უკვე, სახელის ისტორია უკვე ბოკლერკიდან იწყება ინგლისის ისტორიაში. ბოკლერკი, ანუ კარგი კალიგრაფია ჰქონდა, ლამაზად წერდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ აქცენტი არის გაკეთებული მის განათლებაზე. რობერტ კურტგეზი უფროსი ვაჟი, ნორმანდიის ჰერცოგი ხდება, როგორც ამას დინასტიის წესი მოითხოვდა, მაგრამ ეს ერთობ თავქარიანი და საინტერესო ადამიანი, მე ვფიქრობ, იდეალისტი გარკვეულწილად, პირველი ჯვაროსნული ომის გამოცხადებისთანავე აიბარგება, ჩემოდნებს ჩაალაგებს და არ ვიცი რას ეძებს ეს იერუსალიმში, როგორ ამხელა ნორმანდიას ტოვებს, თან ნახეთ და მიაგირავებს თავის ძმას, რომ ამის წილა იყოს ფული, რომ გაემგზავროს იერუსალიმში და მიდის იერუსალიმში. ტახტზე ამასობაში მისი ძმა ადის, ამასობაში მას კლავენ ნადირობის დროს და არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ასეც ვერ დადგინდა, ვინ იყო მისი მკვლელი. არ უყვარდა სხვათა შორის ეს მეფე ინგლისში. არ იყო მათთვის რაღაცნაირად მისაღები, იყო ძალიან სასტიკი, იყო ძალიან ესეთი ავყია, უყვარდა დროსტარება, კეიფი, ნადირობა, უზარმაზარ ფულს ხარჯავდა ამაში და ერთ-ერთი ნადირობის დროს მოკლეს. და სხვა შორის ინგლისელების ეს თავისებურება დღემდე არსებობს იმ ადგილზე, მემორიალი დგას, სადაც აღნიშნულია, რომ აი აქ გააგორეს. ასე უხეშად რო ვთქვათ, ეს ხომ არ გვახსენებს რობერტ ბარათეონს სამეფო კარის თამაშებიდან. მე ვთქვი, რომ ძალიან ბევრი პერსონაჟი აქ ეჯაჭვება ერთმანეთს, ძალიან ბევრი პარალელი მოდის და კი, რა თქმა უნდა გვახსენებს და არა მარტო მას გვახსენებს, არის კიდევ ერთ საინტერესო მეფე, რომელიც შეიძლება ილინკებოდეს არა მარტო რობერტ ბარათეონთან, არამედ სხვა შორის აირისთან. აირის ტარგარიანთან ეგ ძალიან საინტერესო ფიგურაა, რომელსაც ასწლიან ომში განსაკუთრებული როლი აქვს ნათამაშები და ჩვენ ამ პიროვნებასაც აუცილებლად გავიხსენებთ. როდესაც კვდება მეფე, ახალი მეფე ადის, რა თქმა უნდა, ტახტზე. ეს ახალი მეფე არის მისი უმცროსი ძმა ჰენრი ბოკლერკი. სხვა შორის, ჰენრი ბოკლერკსა და ჰენრი იყო უმცროსი შვილი. რობერტი იყო უფროსი შვილი. მათ შორის ასაკობრივი განსხვავება არის სადღაც 16-18 წელი. ანუ ბევრად დიდი იყო ასაკით. და ბოკლერკი, რომელსაც აბრალებენ უილიამ რუფუსის მკვლელობას, იმიტომ რომ ასეც ვერ დადგინდა. არადა ჩვენ ვიცით, რომ ისრებით თავისუფლად შეიძლებოდა ვინაობის დადგენა. გვახსოვს ჩვენ ვეფხისტყაოსანში როგორ ამოიცნობენ, რომელმა უფრო მეტი ნადირი მოკლა, ხო, იმიტომ რომ ყველას ჰქონდა თავისი ისარი. რაღაცა გარკვეული ნიშნით ერთმანეთსაგან გამორჩეული. კი, ერთგვარი ხო, კი, თავისთავად ცხადია და ყველა მომენტალურად შეიძლებოდა ამისი ამოცნობა. მithumetes ახლა იქ სანადიროს, რა თქმა უნდა, ხვდებით, რომ საიდანღაც რომელიღაცა გადამტიელი არ მოვიდოდა და ყველანი მასთან დაახლოებული პირები იყვნენ, მისი არისტოკრატები იყვნენ. კი, თავისთავად. ვინმეზე ხომ არ გასჩენიათ ეჭვი? კი, სხვა შორის ძალიან საინტერესოა. ერთი გვარი, რომელიც ასევე გაგვახსენებს პერსონაჟს ფილმიდან, ეს ხო ვალტერ ტირელი.
ტირელების საგვარეულო გვაქვს ალბათ, ხო? ეს იყო ვალტერ ტირელი, თუმცა არაფრით არ დადასტურდა. ნუ უნდა ვივარაუდოთ, რომ მეფეს ხელს აძლევდა ეს მკვლელობა. ნუ რუფუსი გადაასვენეს და ტახტზე ავიდა 1100 წელს, 13 წელი იმეფა. უილიამ რუფუსმა ჟღალს ნიშნავს, ფიქრობენ რომ მას ჰქონდა თმები ქერა ჰქონდა, სახე ჰქონდა ჟღალი, ანუ პამიდორით სახე ჰქონდა. და 1100 წელს ტახტზე ავიდა ჩვენი ბოკლერი. კიდევ სხვა შორის ძალიან კარგად დაიწყო, კაი მეფე იყო ზოგადად. მის სახელთან არის დაკავშირებული საჭადრაკო დაფის პრინციპით ფინანსების განაწილება. აი, ნახეთ, ხო, კი, სხვა შორის აი კუბოკრული მუშამბა იყო გადაფარებული და ეს რა თქმა უნდა, რაღაც მოქონდათ სტუმრებით ფული, მაშინ რა თქმა უნდა, ხვდებით, გადარიცხვა არ არსებობდა და აი ამ ჩეკი თვითონ სიტყვა მოდის აქედან. ტერმინი აქედან გაჩნდა. და აი ამ კუბოკრულ უჯრედებზე, აი სუფრის მუშამბის უჯრედებზე ანაწილებდნენ ხოლმე ფულს. აი ეს სისტემა იყო სხვა შორის ძალიან ძუნწი. ძალიან ძუნწი იყო, მაგრამ სამაგერად გულუხვი იყო სიყვარულის გაცემაში, იმიტომ რომ როდესაც გარდაიცვალა, ხო, საოცრება იყო, იმიტომ რომ ყავდა 20 უკანონო შვილი. მათ შორის საინტერესოა, რომ აბსოლუტურად ყველა ყავდა დიდგვაროვანი ქალებისგან. და მისი ვაჟიშვილები, მისი ფიცროი, ფიც რობერტები, აი ეს საგვარეულო, ფიც ვიცით ხო, უკანონო შვილის ესეთი წინდებული იყო, რომლებიც ამავე დროს ახერხებდა მამა ყოველთვის, რომ მეფის უკანონო შვილების შთამომავლები იყვნენ და მაგალითად რომელიმე საგრაფო მიეცა მისთვის და კარგად დაებინავებინა და სხვა შორის მისი ერთ-ერთი ბასტარდი იყო ალექსანდრე ალისტერ პირველი შოტლანდიის მეფის მეუღლე. 20-მდე იყო და სხვა შორის ყველასთან ჰქონდა ძალიან კაი ურთიერთობა. განსაკუთრებით გავლენიანი. ხო. ხო. სული ყავდა ძალიან ესეთი მიტევებელი, მე ასე ვფიქრობ. ზედმეტად. და საინტერესოა რომ დედამის ერქვა მატილდა, მეუღლეს ერქვა მატილდა, ეს იყო მატილდა შოტლანდიელი და რა თქმა უნდა მის ქალიშვილსაც, ერთადერთ ქალიშვილს კანონიერსაც ერქვა მატილდა. აი ეს მატილდა არის უკვე ჩვენი ძვირფასი რაინერას პროტოტიპი. ძალიან ბევრი ნიშნით გავს მას. ნუ ვინ არის მატილდა და როგორ იყო მისი ცხოვრება საერთოდ ისტორიაში როგორ დარჩა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახე. მატილდა დაიბადა 1102 წელს 7 თებერვალს. აი ზუსტად დეტალურად ინგლისელებს უყვართ ყველაფრის ესე დეტალურად დაწვრილმანებით დაფიქსირება. დაიბადა 7 თებერვალს და ციხე კოშკიც მახსოვს, დაიბადა, მაგრამ ღმერთო ჩემი ხა მაგას მე ვერასოდეს ვერ გავიხსენებ ხა ამ წუთას და 7 წლის ასაკში გაათხოვეს. ეხლა როდესაც ამბობენ ხოლმე მცირეწლოვანი ბავშვების გათხოვებას, რა თქმა უნდა, კონსუმირებულ ქორწინებაზე არ არის ლაპარაკი. ის უბრალოდ გაუშვეს თავის საქმროსთან, საქმრო იყო სხვა შორის 16 წლით უფროსი და რა თქმა უნდა კონსუმაცია მოხდებოდა დასრულ ასაკს, როდესაც მიაღწევდა, მაგრამ ასეთ ასაკში ბავშვების სახლიდან გაშვება, იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ისინი იზრდებოდნენ იმ სამეფო კარზე, რომლის დედოფლებიც უნდა ყოფილიყვნენ. ანუ თავის დანიშნულება ჰქონდა. და გაათხოვეს, ეს არის ინგლისი, დღევანდელი ინგლისიდან, ამას არაფერი საერთო არ აქვს. და ცოლად გაყვა გერმანიის მეფეს, საღვთო რომის იმპერატორს, სალიკური დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს. ხო, წარმოიდგინეთ, რომ იმ პერიოდის საღვთო რომის იმპერია, სადაც მეფე არჩევითი იყო, იმპერატორი არჩევითი თანამდებობა იყო. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანი, აი პრაქტიკა პირადი ღირსებებით გამორჩეული ადამიანი და რა თქმა უნდა, დინასტია უნდა ყოფილიყო მის უკან საკმაოდ ძლიერი და ამავე დროს რა არის ამ პერიოდის გერმანია და საღვთო რომის იმპერია. დაახლოებით იგივე ხა დღეს რაც არის ნიუ-იორკი სოფლიოსთვის. ხო, და ინგლისი არ არის ის რაც დღეს არის ინგლისი. ნუ ეს იყო უბრალოდ ძალიან გავლენიანი პარტნიორი, ძალიან გავლენიანი მფარველი, ფაქტობრივად მეფისთვის და თქმა უნდა ეს იქნებოდა გარკვეული უნია, კავშირი, იმიტომ რომ ყველას მტერი აქ არის საფრანგეთი. ნუ საფრანგეთის მიღმა გერმანია ძალიან შორი ტერიტორიაა იმ დროისთვის მით უმეტეს და 7 წლიდან მატილდა იზრდება არა მარტო საღვთო რომის იმპერიაში, არა მარტო გერმანელი იმპერატორის ცოლად, იზრდება გერმანულად და აბსოლუტურად არაფერი საერთო მას არ აქვს თავის სამშობლოსთან. ასეც დარჩება ის უცხო სხეულად, სხვათა შორის ინგლისისთვის.
მემკვიდრე ყავს მეფეს, კანონიერი მემკვიდრე, ეს არის უილიამ ადელინი, მაგრამ ეს ბიჭი ძალიან ტრაგიკულად 1120 წელს დაიღუპება. ასე თეთრი ხომალდით, არის ეს ცნობილი ბევრ ფილმშია სხვა შორის ეს ამბავი, ოქროს ახალგაზრდებთან ერთად, აი ინგლისის იმ პერიოდის ოქროს ახალგაზრდებთან ერთად ძალიან გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპება და მასთან ერთად დაიღუპება სხვა შორის კიდევ ერთი ბასტარდი გოგონა მეფის. და დარჩება მემკვიდრის გარეშე. მეფეს ცოლი მოყავს. მეორე ცოლი, იმიტომ რომ პირველი ცოლი გარდაცვლილია, რომ იქნებ მემკვიდრე ყავს 54 წლის არის ამ დროს, 1121 წელს, ანუ მეორე წელსვე მოყავს ცოლი, მაგრამ ამ ქალთან მას შვილი აღარ შეეძინა. და ამასობაში 1125 წელს კვდება მისი სიძე. მოკვდა ჰენრი მეხუთე საღვთო რომის იმპერატორი და 23 წლის მატილდა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ნაკურთხი იმპერატორად, იმპერატორის ცოლად, მისი მეუღლე იყო რა თქმა უნდა ნაკურთხი, ბრუნდება უკან, თორემ შვილი არ ყავს და იძულებულია დაბრუნდეს უკან და მეფე ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. და გამოწვევის წინაშე დგას პირველ რიგში, იმიტომ რომ მას უკვე შერჩეული ყავს კანდიდატურა მეფობისთვის თავის ქვეყანაში არ წარმოიდგენდა, რომ ის ქალიშვილი ასეთ ასაკში დაქვრივდებოდა და უკან დაბრუნდებოდა. 38 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი მეუღლე, ჰენრი მეხუთე, სავარაუდოდ, როგორც მისი სიმპტომები ცხადყოფს, უნდა გარდაცვლილიყო კიბოთი. მეტად თავად მისთვის რას ნიშნავდა ეს დაბრუნება? წარმოგიდგენია, ალბათ რაც შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ბრუნდება უკან აბსოლუტურად ველურ სამყაროში. გაუცხოვებული. აბსოლუტურად გაუცხოვებული. ხა, რო გითხრა, რომ ენობრივი ბარიერი ქონდა, არ ეკნებოდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, გერმანიად და ფრანგული ენა ამ პერიოდში მსოფლიოში ნომერ პირველი ენა და არა მარტო ფრანგებისთვის, არამედ ინგლისელებისთვისაც, იმიტომ რომ ინგლისის სამეფო კარი ფრანგულ ენაზე ლაპარაკობდა, საქმეებს აწარმოებდა ლამის ედუარდ მესამემდე და ედუარდ მესამემდე, განსაკუთრებით ხო ყველაფერი მაქსიმალურად რადიკალურად შეიცვალა უკვე ჰენრი ბოლინგბროკის დროს, მაგრამ ფაქტობრივად სამეფო კარი ლაპარაკობდა ინგლისურად, იმიტომ რომ ისინი ნორმანდიის დინასტიის წარმომადგენლები ფრანგები იყვნენ ფაქტობრივად. და მატილდა ბრუნდება უკან და გარკვეული დროის განმავლობაში ჰენრიმ არ იცის რა გააკეთოს, იმიტომ რომ მისი მემკვიდრე არის სტეფანი. რატომ არის მისი მემკვიდრე სტეფანი? იმიტომ რომ ჰენრის ქონდა ძალიან ბევრი პრობლემა ნორმანდიის საჰერცოგოსთან, რომელშიც იჯდა მისი ძმისშვილი. ნახეთ რა ხდება, ნორმანდიის ჰერცოგად იყო რობერტ კურტგეზი ბრუნდება 1106 წელს, მას აქვს პრეტენზია ტახტზე, იმიტომ რომ უილიამი მამის მიერ მემკვიდრე დასახული მკვდარია, მას შვილი არ დარჩა, და რობერტი ამბობს, რომ ტახტი ეკუთვნის მას. მაგრამ ასე არ ფიქრობს მისი ძმა, რომელმაც სავარაუდოდ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტახტისკენ გზა გაეთავისუფლებინა და ამიტომ სვავს მას ციხეში. სვავს ციხეში, სადაც მან გაატარა 28 წელი და გარდაიცვალა 1134 წელს. არ ვიცი, მე მგონი კარგად გწონდა თავს, იმიტომ რომ მას უყვარდა ლექსების წერა, რაღაცა ბალადების წერა, და თავისი სამყარო. მე გეტყვი, რომ ბევრად უკეთესი ხედრი ჰქონდა, ვიდრე ზოგიერთ სხვა მეფეს. თუნდაც ტახტზე მჯდომს, იმიტომ რომ ზოგი შიმშილით და მოკლე ზოგს, მაგალითად ედუარდ მეორის ხვედრი, ეს საერთოდ ენით აუწერელი უბედურება და 1000 უბედურება, რომელიც მე ხდებოდა, ხო? არა, მშვენივრად იჯდა, ალბათ აჭმევდნენ კიდეც. მე ფიქრობ, რომ 28 წელი, რა კი იცოცხლა, ესე იგი ყველაფერი ეს ბედნიერი. ხო, აი ძალიან ცუდად არ უნდა ყოფილიყო. ყველაფერს ვერ და ამიტომ, როდესაც ესეთი პრობლემები ქონდა მას, ამიტომ უილიამ კლიტონი, მისი ძმისშვილი, რობერტის ვაჟიშვილი, ითხოვდა, რომ მამის უფლებები მას მიეღო ნორმანდიის საჰერცოგოში. მამისგან განსხვავებით ის არ აღმოჩნდა ესეთი ნაივური, ესეთი რაღაც მარტივი მოსაგვარებელი არ იყო მასთან საქმე და მას თავისი ბევრი მომხრე ყავდა. იმიტომ რომ როგორ არის, აი, როდესაც ტახტზე ზის მეფე, ყოველთვის ყავს ვინმე ისეთი, ვინც უკმაყოფილოა მისი პოლიტიკით. და აქედან გამომდინარე ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე მემკვიდრის სხვა ალტერნატიული მემკვიდრის გვერდით მდგომი ძლიერი ბარონი და ასეთი ბარონები იყვნენ შემოკრებილები უილიამ კლიტონის გვერდით. და მის გვერდით დარჩა ძალიან ცოტა ადამიანი და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო
მისი დის ადელა ნორმანდიელის ქმარი, ბლუას ჰერცოგი, ტიბო მეორე. აი ტიბო მეორეს და ადელას ყავდათ ვაჟი, სტეფან ბლუასელი. მე ხშირად ვამბობ ხოლმე სტივენ ბლუასელი, მაგრამ სტივენი არ არის, იმიტომ კიდევ ვამბობ, ესენი ინგლისურად არ ლაპარაკობენ, ესენი ლაპარაკობენ ფრანგულად და ფრანგულად არის სტეფან. ესე ჟღერს ხო? ეს არის სტეფან დე ბლუა. რაღაცა ესეთი ბიჭი, ძია ენაცვალოს. ძიას უყვარს ძალიან, აი ძალიან უყვარს ძიას. ჩამოიყვანა და უთხრა, რომ ამის შემდეგ შენ იქნები ჩემი მარჯვენა ხელი და აბა შენ იცი და აბა შენმა ბიჭობამ და ესე ძალიან მონდომებულია. ძალიან მონდომებულია. და ამ დროს ჩამოდის მატილდა. ეს არის სრული შემართებით და ამ დროს რა არის იცის არის ერთი რაღაცა აქ მნიშვნელოვანი კიდე რომ მემკვიდრეობითობის კანონი არ არსებობს. აი მემკვიდრის უფროსი შვილისთვის გადაცემა. გინდა თუ არა, კაი ხანს არ არსებობს ეს, სხვა შორის ეს წესი. საკმაოდ გვიან ყალიბდება. ანუ ჩვენ რაც ვიცით ახლა რომ მაგალითად ტახტი ეკუთვნის უფროს ვაჟს, მე უფროსი ვაჟის უფროს, აი ხა დღევანდელ მონარქიას რო შევხედოთ ბრიტანეთის, ხო? პირველი რიგის მემკვიდრე ვინ არის? უილიამი, ანუ ხო? უილიამის მერე მოდის მისი ვაჟიშვილი ჯორჯი, ჯორჯის მერე მოდის მერე შარლოტა, მერე პატარა ბავშვს არ მახსოვს რა ქვია ის, მესამე, მერე მოდის უკვე ჰარი, ანუ იგივე ჰენრი და ასე შემდეგ. არიან ესე ბედნიერი. ხო, ნახე როგორ არის აქ. გოგოსაც ისეთივე უფლებები აქვს ტახტზე, როგორც ბიჭს. ინგლისში ეს მოსულა. ანუ ამიტომ ის ჩვეულებრივი მემკვიდრეა. ოფიციალური მემკვიდრეა არაფერი ტახტის. განსაკუთრებული. ხო, ანუ აქედან გამომდინარე, ჰარი არასოდეს არ გახდება მეფე, იმიტომ რომ ეს არ არის შუა საუკუნე, რომ ვიღაცას თავში ჩაქუჩი ჩაარტყან რაღაცა და მოკლან და ან კიდე შავი ჭირი დაემართოს და აი ხდებოდა ხოლმე. მაგალითად, მეათე იყო თვითონ ჰენრი ბოკლერი, რაც წარმოიდგინე, ოდესმე ტახტზე თუ ავიდოდა და მაგალითად რიჩარდ მესამე იყო თუ არ ვწდები მე-16 შვილი. მე-16 ან მე-13 რაღაც ასე მახსოვს და ჩანაწერებისში წერდნენ ხოლმე რომ რიჩარდი ჯერ კიდე ცოცხალია, ანუ ყველა ელოდებოდა რომ მალე მოხდებოდა, იმიტომ რომ უკვე ძალიან ასაკში, საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში იყო სესილია ნევილი, როდესაც ის გააჩინა, მაგრამ არ მოკვდა. ყოველ შემთხვევაში მაშინ არ მოკვდა. ცოტა გვიან მოკვდა. და აქ იწყება უკვე ძალიან ესეთი სერიოზული ამბები, რა თქმა უნდა, მეფე ხვდება რომ სიტუაცია არის ძალიან მძიმე და ამიტომ კარგ ქმარს ეძებს თავისი გოგონასთვის. ჩვენი საყვარელი მატილდა, რომელიც არის გაოგნებული, დაბნეული, ყველას დღეში სამჯერ უხსნის, რომ ის არის იმპერატორი. რომ ეს ქალი არის იმპერატორი, რომ ის არის იმპერატორის ცოლი. კიას ცოლი. კოლად ფილმი. არა, იმიტომ ნახე რატო ეს საინტერესო, იმიტომ რომ მის საფლავზე იცი რა წერია, მას მეორე ქმარი ყავდა, რომელთანაც 3 ბიჭი ეყოლა, 3 ვაჟი, მათ შორის ჰენრი მეორე პლანტაგენეტი, რიჩარდ ლონგულის მამა, მაგრამ მის საფლავზე რა აწერია, რომ ის არის ჰენრის შვილი, ჰენრის მეუღლე და ჰენრის დედა. გეგონება ჟოფრუა პლანტაგენეტს საერთოდ არ გაუკეთებია არაფერი. იმიტომ რომ ჟოფრუა პლანტაგენეტი ანჟუს გრაფი, რომელიც იყო 14 წლის. იყო ფულკ მეხუთე ანჟუელის ვაჟი. ფულკი იყო ძალიან ძლიერი გრაფი. ანჟუს საგრაფო პირდაპირ იყო ნორმანდიაზე მიბმული, ძალიან ახლოს იყო და აი ეს შეარჩია ფაქტობრივად თავისი ნორმანდიის საზღვრების დაცვის მიზნითაც ჰენრიმ და გადაწყვიტა რომ თავისი ქალიშვილი მისთვის მიეთხოვებინა. პირველად 7 წლის ბავშვი გაუშვეს, ისე რომ არავინ არ კითხა ვისთვის უნდა მიეთხოვებინათ, გაუშვეს გერმანიაში, ხო? საბჭოთა რომის გერმანული ნაციის საბჭოთა რომის იმპერიაში. მეორედ 26 წლის ასაკში იმპერატორის ცოლად ყოფილ, თანახეთ 16 წლით უფროსი, ძლიერი, ნებელობიანი, ვაჟკაცი კაცის ცოლ ყოფილი მიათხოვეს 14 წლის ბავშვს. გვერდზე დაუყენეს 14 წლის ბაღანა, ყველგან მუწუკით ბღაოდა, კნაოდა, იმიტომ რომ ეს ქალი მისთვის ბებერი ქალი არაფერში არ ჭირდებოდა, მაგრამ უთხრეს რომ არა უნდა შეიცოცოთ 5 წელი ერთ ოთახში ვერ ჩერდებოდნენ. იმდენად ძულდათ ერთმანეთი. მატილდასთვის, რომლისთვისაც ეს სამყარო ისედაც არის აბსოლუტურად გაუგებარი, გაურკვეველი, მან არ იცის რა არის დედა, მან არ იცის რა არის მამა. წეროს ვერ დატოვებდა დედა ჩემთან გადავირბენ და მოვალ უკან, ხო, ნუ ძალიან შორს იყო, არა? ფაქტობრივად ნანახი არ ყავდა. ნუ კომუნიკაციის საშუალებებზე აღარ არის ლაპარაკი, ხამას მე მგონი განმარტება საერთოდ არ ჭირდება. ეს აბსოლუტურად უცხო ხალხი, უცხო გარემო,
სრულიად აი აბსოლუტურად მისთვის. კარგული ფაქტობრივად. ხო, მოდის უკან და ათხოვებენ ბავშვზე. 14 წლის ძუნძგლიან ბავშვზე. 14 წლის ძუნძგლიან ბავშვს როცა ვამბობ, რა თქმა უნდა, მე 14 წლის ბავშვებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ 26 წლის იმპერატორის ცოლად ყოფილ ქალს მე-12 საუკუნის 14 წლის ბავშვს როცა ქმრად შეურჩევენ, ეს იქნებოდა მისთვის წარმოუდგენლად აბსოლუტური აბსურდი და გაუგებრობა და ნოუბედურება, თუმცა მიდის ანჟუში, რუაში ცხოვრობს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენიერ დღესაც ჰენრი შეიტყობს, რომ რა თქმა უნდა უილიამ ადელინის სიკვდილის შემდეგ მის ცხოვრება ძალიან შეიცვალა, მაგრამ გაიგო, რომ მას ეყოლა ვაჟი. 1133 წელს მატილდას ეყოლა ვაჟი. ეს არის ჩემი საყვარელი და ინგლისელების საყვარელი ჰენრი მეორე პლანტაგენეტი. პლანტაგენეტი არის ესეთი ზეწოდება ჟოფრუასი, მამამისის, ეს იყო უბრალოდ მას პლაშზე, ანუ ლაბადაზე, ჰქონდა გამოსახული მის გერბზე გამოსახული მრავალძარღვა. აი აქედან მოდის ეს სახელწოდება და აი ეს პლანტაგენეტების დინასტია, რომელიც რიჩარდ მესამე დასრულდა, აი სწორედ ამგვარს ატარებდა, ხო, საგვარეულოდ აიღო მერე ამ სამეფო დინასტიამ. და 34-ში ეყოლა მეორე ვაჟიშვილი, ეს იყო ჟოფრუა პლანტაგენეტი, რომელიც მერე ანჟუს ჰერცოგი გახდა და მესამე ვაჟიშვილი იყო გიომ პლანტაგენეტი, რომელიც იყო ასევე თუ არ ვცდები ნანტის მართველი და საკმაოდ ხანდაზმული გარდაიცვალა. ნუ ისტორიაში სამი ვაჟი თუ გახსენდება ასევე სერიალის პერსონაჟს ქალს ყავს სამი ვაჟიშვილი. სხვათა შორის რეინერასაც სამი ვაჟი ყავს. კი, რა თქმა უნდა, ესეც არის მსგავსება ამ ფილმსა და ისტორიულ მოვლენებს შორის. 1131 წელს როგორც ფილმში ხდება, ასევე შემოიკრიბა მთელი ეს ბარონები, დააფიცა დედა, მამა, ბაბუის სული, რა ვიცი, ძიძა, ყველაფერი დედამიწის ზურგზე ამ ბარონებს, რომ დაიფიცეთ, რომ ჩემი მატილდას ქვეშევრდომები იქნება, ჩემი მატილდა, ჩემი მაგო, ჩემი მოდი, ჩემი, რა ვიცი, ყველაფერი დააფიცა. რა თქმა უნდა, უთხრეს. იმეორებს სერიალს ზუსტად. აი, რა თქმა, კი, ზუსტად. რა თქმა უნდა, მეორედ კიდე დააფიცა 1135 წელს. 1135 წელს საერთოდაც წავიდა რუანში და არასდროს აღარ ჩასულა ინგლისში. ის ცხოვრობდა თავის ქალიშვილთან, ანჟუს ჰერცოგი იბრძოდა ეგერ ჟოფრუა თავის საქმეებს აგვარებდა და ან თავის შვილიშვილებში და ეს პატარა ჰენრი, რომელზეც გიჟდებოდა, რომელსაც მის სახელი ერქვა, ფაქტობრივად იქ იყო, აღარ ჩამოსულა უკან. უკან არ დაბრუნდა, უბრალოდ ჩაიტანეს 1135 წელს, როდესაც გარდაიცვალა, როგორც ყველა სხვა. სხვა შორის, სანამ გარდაიცვალებოდა, მანამდე მთელი თავისი ბასტარდობა, ეს დიდი ბასტარდობა, რობერტ გლოსტერიდან დაწყებული ყველანი დაიბარა, რომ მისულიყვნენ სტუმრად მატილდასთან და მის ვაჟებთან, მის მემკვიდრეებთან. ესენი რა თქმა უნდა დამწყირდნენ ყველანი მივიდნენ და ბოლომდე მატილდას გვერდით იდგნენ. უერთგულეს. კი, 1135 წელს კვდება ჰენრი. სანამ მატილდა ფაციფუჩია, რომ მამა როგორმე გადაასვენოს ინგლისში, რუანიდან, სტეფანე დაგუზავს, ჩამოვა ეგრევე და შეკრებს აი დიდ ბარონობას და ეტყვის მე გავიგერო თქვენ და ფიცი, მიცი, გასაგებია, მაგრამ ფიცი იმიტომ არსებობს, რომ მე ის გატეხო. ხო, ანუ კანონი იმიტომ არსებობს, რომ ეს დარღვი. ხო, ეხლა მე თქვენ გპირდებითო. ეხლა იქ საინტერესო ამბავი, რას პირდება? ეს დაპირდა ისეთ რაღაცას, რამაც მე ბევრი თავსატეხი შექმნა ინგლისის ისტორიაში. თქვენ შეგიძლიათ ააშენოთ რამდენიც გნებავ და ვისაც გნებავ ციხესიმაგრეები. აკრძალული იყო ეს უილიამ დამპყრობლის მიერ. იმიტომ რომ მე ბარონები პრობლემებს შეუქმნიდნენ. ამიტომ ეს იყო აკრძალული. ესე იგი, სტეფანის 20 წლიანი, 18 წლიანი მმართველობის განმავლობაში 1115 ციხესიმაგრე იყო აშენებული. ასეთი ამბავი მოხდა. მე დაპირდა რომ თქვენ გექნება თქვენი საკუთარი ფულის მოჭრის უფლება, რომ თქვენ გექნება თქვენი ან ყველა ბარონს ექნებოდა თავის მიწა-წყალზე, თავის ფეოდზე, თავისი საკუთარი სასამართლო. ანუ აი ყველაფერი მისცა, რაც მათთვის სასურველი იქნებოდა. ბარონებო თქვენს რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვახსოვს ფიცი. რა თქმა უნდა ჩვენ მე იქ არ ვიყავი. ასე თქვენს მე იქ არ ვიყავი. ხო, ერთად მე იქ არ ყოფილა. მე ჩემი ქუსლი გარდაიცვალა და
შენ ხურის ქელეხი გონდა და იქ ვიყავი. ეგ არ ყოფილი, არ გამიგე. მოშე ეკაცი ვინ იყო? საერთოდ ვინ ჰენრი მე რა? ვინ ვარო? ხო, შენ ახლა ჩვენ მე კალთათმანზე. და ნუ ასე მოხდა. და მატილდა, როდესაც გამოგოგმანდა თავისი სამეჯლისო კამრით, თავი კიდე იმპერატორის ცოლი ეგონა, უთხრა რომ ეხა მე მთხույეთო, ეხა მე ვარ დედო, უთხრეს რომ უკაცრავად ჩვენ არ ვიცით შენ მიხარო. ეს კალი ვინ არისო, ჩვენ ამ ქალს არ ვიცნობთ. და დაიწყო სამოქალაქო ომი. დაიწყო სამოქალაქო ომი. რა თქმა უნდა, თავიდან გლოსტერი, რომელსაც ამ ომში ჰქონდა ძალიან დიდი როლი, იდგა სტეფანეს მხარეს. იმიტომ რომ მან იცოდა რომ ეს იყო მეფის მემკვიდრე. ასე იყო მიღებული, ხო? მაგრამ მერე სიტუაცია შეიცვალა. სიტუაცია შეიცვალა, რაღაცა გარემოებები აიჭრა და საბოლოო ჯამში ის აღმოჩნდა მატილდას მხარეს. სტეფანე ეკურთხა მეფეთ. გვირგვინი დაადგეს, მეფე დაკურთხეს. სხვა შორის სტეფანე ორჯერ აკურთხეს მეფეთ. ეს ძალიან საინტერესო ამბავია. მეფე აკურთხეს, მაგრამ მატილდამ არ მოისვენა, მატილდამ თავისი პრეტენზიები გამოაცხადა, რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცოდა, რა თქმა უნდა, იქ იყვნენ ბარონები, რომლებმაც დაიფიცეს და რომლებიც მატილდას გვერდით აღმოჩნდნენ, და ამას მოყვა ძალიან დიდი ამბავი. დაიწყო 1135 წლიდან, მაგრამ 1138 წლიდან დაიწყო უკვე ეს ომი, როდესაც რობერტი გადავიდა მოდის, როგორც მას უწოდებდნენ ხოლმე, მატილდას მხარეს. აიღეს ვინჩესტერი, ყველაზე მთავარი ეს იყო, იმიტომ რომ ვინჩესტერში იყო ხაზინა. და 1140 წელს ვინჩესტერის გრაფი გადმოვიდა მათ მხარეს და აიღეს ლინკოლნი. როდესაც ქალაქის მოსახლეობამ დახმარებისთვის მიმართა მეფეს, იმიტომ რომ სტეფანე ამ დროს უკვე მეფეა და ის თავისი ჯარით მივიდა, დაამარცხეს მისი ჯარი და სტეფანი დააპატიმრეს. სტეფანი დააპატიმრეს და მიუხედავად იმისა, რომ ის იყო მეფედ ნაკურთხი ვესტმინსტერის ტაძარში, მატილდა იყო არჩეული მეფედ. მეფედ აირჩიეს მატილდა. ახლა ნახეთ, აქ არის ერთ საინტერესო ამბავი. ისტორიას მანამდე არ ახსოვს ინგლისის ისტორია, საფრანგეთის ისტორიას, რომის ისტორიასაც არ ახსოვს ქალი მეფე. თუმცა ახსოვს ჩინეთის ისტორიას. კი, თუმცა ახსოვს ჩინეთის ისტორიას, ეს იყო უცეტიანი. საკმაოდ საინტერესო. კი, ძალიან არაჩვეულებრივი, ძალიან ქარიზმატული, არაჩვეულებრივი ისტორია, უცეტიანის ისტორია, რომელსაც სხვა შორის დაემთხვა რომის მმართველობის პერიოდს 40 წელს. ხან როგორც დედოფლის, ხან როგორც უშუალოდ იმპერატორის, ხუანდი იმპერატორის ტიტული იყო, ის იყო არა იმპერატორის წოლი, არამედ იყო უშუალოდ იმპერატორი. დაემთხვა ტანის დინასტიის ოქროს ხანა. და სხვა შორის ძალიან აგრესიული ხანა, იმიტომ რომ კორეის წინააღმდეგ ომები დაიწყო სწორედ უცეტიანმა. და ძალიან საინტერესო ფიგურა. ამის შემდეგ ჩინელებმა დაიფიცეს, რომ ქალის ფეხი აღარ იქნება ტახტზე. და აღარც იყო პრინციპში, ხო? ანუ აქეთ ცივილიზაციას აღმოსავლეთზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. რომის პერიოდში, რა თქმა უნდა, იყვნენ, იქ იყო ბოუდიკა ბრიტანეთში, აქეთ ბრიტების დედოფალი ცნობილი, აქეთ იყო, რა თქმა უნდა, პალმირელი, არაჩვეულებრივი, ეს მისი ტაძარი იყო დანგრეული რამდენიმე წლის წინ, რომ ძალიან დიდი კატასტროფა იყო, სხვა შორის ეს კაცობრიობის უდიდესი არაჩვეულებრივი კულტურის ნიმუში იყო განადგურებული და პრეცედენტი ქალის ტახტზე ასვლის იყო ძალიან რთული. რთული იყო პირველ რიგში, იმიტომაც რომ მისი მეუღლე როგორც გინდა შეზღუდული ყოფილიყო უფლებებში, ანუ კონსორტის უფლებებიც რო ქონოდა, კონსორტი ნიშნავს იმას, რომ მას არ ქონდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომ ის არ იყო გვირგვინოსანი მეუღლის თანასწორი უფლებებში. მაინც რა თქმა უნდა გარკვეული გავლენის მატარებელი იქნებოდა. ამიტომ არისტოკრატებმა პირობა ჩამოართვეს მეფეს, რომ იცი ჩვენ უნდა შეგვარჩევინო შენი ქალიშვილის მეორე ქმარი. მაგრამ მან არ შეარჩევინა, მან ეს არ გააკეთა. და მან, როდესაც შეარჩია ფულკის ვაჟიშვილი, ეს გააკეთა იმიტომ, რომ ფულკი იყო ძალიან ძლიერი არისტოკრატი და იმედი ჰქონდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მატილდას დაეხმარებოდა. მაგრამ ფულკი ეს 14 წლის ბავშვი დაუტოვა და თვითონ ადგა წავიდა ჯვაროსნულ ომებში და მინდა გითხრა გახდა მეფე. იერუსალიმის მეფე გახდა და ეს მთელი ეს ბოლდუინები და მთელი ეს მერე შემდგომი ხაზი რომელიც იერუსალიმში რა ხდება, ეგ საინტერესო. და სწორედ ეს არის საინტერესო. ზუსტად მაგ პერიოდში მატილდაზე ერთი წლით უფროსი იყო მელისინდა იერუსალიმელი, რომელიც ასევე ტახტზე აიყვანა თავისმა მამამ.
და ზუსტად ისეთივე უფლებებით, ანუ მისი მეუღლე უნდა ყოფილიყო აუცილებლად კონსორტი. ერთდროულად ხდება, ანუ წარმოგიდგენია, რომ არსად მსგავსი რამ სოფლიოში არ მომხდარა და ხდება ინგლისში და ჯვაროსნების მეშვეობით მიბმულია იერუსალიმი, ის სამეფო, რომელიც შეიქმნა, გოთფრიდ ბულიონელის თაოსნობით და აი ზუსტად იმავე პერიოდში ტახტზე ადის მელისინდა იერუსალიმელი. იმდენად შთაგონებული რომ ის აუცილებლად ჯერ როგორც რეგენტი თავისი შვილის, მაგრამ მერე ბრძოლას იწყებს თავის შვილთანვე, საკუთარ შვილთან და ფაქტობრივად გარდაცვალებამდე ის ბოლო საგარეო საქმეებში მრჩეულად რჩება თავის შვილთან, მაგრამ სრულიად არწმუნებულია, რომ ის არის თავისი მამის კანონიერი მემკვიდრე, ზუსტად ისე როგორც შეიძლება ეს ყოფილიყო ვაჟი. ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთი და იმავე პერიოდის ქალები არიან, ერთ წელია მათ შორის, სავარაუდოდ რაღაცა თვეებია მათ შორის განსხვავება. მანამდე ესეთი რაღაცა არ ყოფილა. ინგლისში რომ ქალი უპრობლემოდ შეიძლება გამხდარიყო მეფე და არა დედოფალი, წეგან ვახსენე ზუსტად. იყო მეფე, არის აბსოლუტურად ქალის სქესის მიუხედავად, ეს იყო ტიტული, რომელიც მას ენიჭებოდა როგორც კაცს. აი ჩვენ ახლა როგორ ვამბობთ ხოლმე თამარ მეფე. ჩვენ არ ვამბობთ თამარ დედოფალს, იმიტომ რომ ჩვენი გაგებით დედოფალი ეს არის მეფის მეუღლე. მაგრამ აი დასავლური გაგებით, იმ კულტურის გაგებით დედოფალი ეს შეიძლება იყოს მეფის უფლებამოსილების მატარებელი. ანუ სქესის გაგება იქ თითქოს იკარგება. აი როგორც რაინერას შემთხვევაში მისი მეუღლე ერთიც და მეორეც შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ კონსორტი. მას იგივე უფლებამოსილებები არ უნდა ქონდა. როგორც ხდებოდა ბრიტანეთში. ჩვენ რა ვფიქრობთ ახლა რატო არ გათხოვდა ელისაბედ პირველი? იმიტომ რომ იმ პერიოდის გარშემო თუ გავიხედავთ საფრანგეთში რა მდგომარეობა, ესპანეთში რა მის მიმართ მტრულად, მისი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები იყო და ერთ შემთხვევაში მეორეს გააღიზიანებდა, თუ მეორესთან დაქორწინდა, სხვა მისი შესაბამისი საქმრო იმ პერიოდში არსად არ იყო და ამიტომაც არ იყო პოლიტიკურად მომგებიანი, რომ ის დაქორწინებულიყო ვინმეზე. ეს არის ამისი განმაპირობებელი, როდესაც აი ქალი მეფეები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ ხოლმე, იმიტომ რომ ქორწინება რა არის მეფეების ქორწინება? მეფეების ქორწინება ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტი. შეთანხმება. თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ აქ მის ნებაზე ეს არანაირად არ აისახება. ამიტომაც არის რომ ხან რამდენი შემთხვევა იყო, იცი, როდესაც ბავშვები მოყავდათ ცოლად, იმიტომ რომ ესეთი დინასტიური საქონელი, როგორც მოიხსენიებენ ხოლმე, ასე იყო განხელული. ასეთ შემთხვევა იყო მაგალითად რიჩარდ მეორესთან, როდესაც ვალუა მიათხოვეს ფაქტობრივად ბავშვი ცოლად და 40 წლის ასაკში მყოფს შარლ მე-6-ის ქალიშვილი. ასეთი შემთხვევა იყო კიდე როდესაც ფრიდრიხ ბარბაროსა მეორე ცოლი შეირთო. რომელსაც ხოჭოს მასე მე როდესაც წამოიზარდა 11 შვილი ეყოლა და უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ბევრი შემთხვევა იყო. ასეთი ფაქტობრივად ეს ბავშვები იზრდებოდნენ მე იმ ახალ სახელმწიფოში, არა ნებისმიერ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გარიგებები. ევროპის არა მარტო ევროპის ისტორია მიცის ასეთი რაღაც ძალიან ბევრი. ევროპის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ახლა ვიცით რომ აღმოსავლეთში მაგალითად ქორწინება ცოტა სპეციფიკური თემა იყო, სადაც მრავალცოლიანი ანუ პოლიგამიური სისტემები იყო, იქ საერთოდ არ განიხილებოდა ახლა ბავშვის ცოლად შერთვა, ხო? იქ საერთოდ არ ქონდა ქალს როგორც ასეთს არსებითი მნიშვნელობა და არსებითი გავლენა პროცესებზე. ნუ სულთანზე საერთოდ არ მაკლაპარაკი, ჩინეთის იმპერიაზე საერთოდ არ მაკლაპარაკი, მაგრამ ევროპაში ასე დინასტიური ქორწინებები ამას ნიშნავდა. კიდევ რა არის აქ საინტერესო ფიცის გატეხასთან დაკავშირებით. მეფემ გატეხა ფიცი და ბარონებმაც თქვეს, რომ აი მოდი და ჩვენც გავტეხოთ ფიცი და რა კი თავზე მოგვახვიეს ანჟუ, ჩვენც ახლა სტეფანის მხარეს ვდგებით. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ მოძებნეს. სურვილი შემთხვევაში ძალიან მარტივია ფიცის გატეხაც, ძალიან მარტივია სინდისის დადუმებაც. ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს რაღაცა პატარა მიზეზიც კი კარგად მოჭხრეკის შემთხვევაში. აი მაგალითად მატილდა იყო გამოცხადებული უკანონო შვილად. რატო შეიძლებოდა მეფის ფიცზე ეთქვათ, რომ არა, მე არა, იმიტომ რომ ჯერ კაი, ფულკის ფაქტორი მეფემ ჩვენ ჩუმად მიიღო ეს გადაწყვეტილება და არა და ჩვენ ამას შეთანხმებულები ვიყავით. ნუ ეს არ არის ესეთი მნიშვნელობის მოვლენა, რომ მეფის ფიცი დაარღვიო. ეძებეს და უცბად რა გაახსენდათ. გაახსენდა და ესეთი რაღაცები ხშირია ისტორიაში, რომ მატილდა შოტლანდიელი მატილდა ინგლისელის დედა, ანუ ჰენრი პირველის ცოლი. თურმე იზრდებოდა მონასტერში. სავარაუდოდო მასო ქონდა აღთქმა დადებული, რომ არასდროს გათხოვდებოდაო და გათხოვდაო.
აი იმასაც ქონდა ალბათ ეს ფიციო, მაგრამ ეს ფიცი დაარღვიო, რა გამოდისო, რომ მატილდა ინგლისელი უკანონო შვილიაო. და საინტერესო ანუ 21 ბასტარდიაო, ასე რა ვთქვათ. მაშინდელი ფიცი რასთან იდება სინდისთან? თუ იცი რა არის? ყველამ სავარაუდოდ მეფეებმა ძალიან კარგად იციან და ისტორიული გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ფიცს აქვს ძალიან ესეთი ფორმალური ფუნქციები. წენა რაც ვთქვი რა, ანუ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს მოუნდებოდა ამ ფიცის დარღვევა, მას უმარტივესად შეეძლო მოეძებნა რაღაცა მიზეზი იმისათვის, რომ ეს ფიცი არ შეესრულებინა. ეგ წენა რაც ვთქვი. გადაწყვიტეს, რომ მატილდა შოტლანდიელი იყო უკანონო ცოლი, იმიტომ რომ მან თვითონ დაარღვია ფიცი და ჩემ ფიცს რას დასდევ შენ? და ამავე დროს მეფემ თვითონ დაარღვია ფიცი და მეც დავარღვევ ფიცს. ანუ ერთმანეთის მიმართ მაინც იყო უნდობლობა. ეს რა ეპოქაა, ეს არის უბნელესი პერიოდია. როდესაც სახელმწიფოს გაგებაც კი არ არსებობს იმ გაგებით, როგორც ჩვენ გვესმის. ანუ პატრიას გაგება, თუნდაც როგორც რომში იყო, აი ეგეც კი არ არსებობს. იცი როდიდან ხდება პოპულარიზაცია ჰექტორის? აი როდის ხდება მაგალითად ესთეტიკაში, კულტურაში ევროპის? ჰექტორი. ჩვენ ვიცით რომ აქილევსი, სამი იდეალური გმირის სახეა, ხო? აქილევსი, აქ არის მერე ოდისევსი და აქეთ არის მერე ჰექტორი. ჰექტორი ერთი პოპულარული იყო რომში და გასაგებია რატო, იმიტომ რომ ისინი ტროიელების დაუმავლებად მიიჩნევდნენ თავს და მერე გახდა პოპულარული უკვე ბურგუნდიაში, ანუ გვიანი ბურგუნდიის პერიოდში, პოპულარული ხდება უკვე ევროპის 100 წლიანი ომის მიწურულისკენ, როდესაც სამშობლოს თემა და განცდა ნელ-ნელა ჩდება და სხვა შორის ჩდება ქვემოდან. არა ზემოდან, არამედ ქვემოდან. ანუ სახელმწიფოს შეგრძნება განცდა სამშობლოს განცდა. მანამდე არსებობს რა? მიწის განცდა, ფეოდის განცდა. იმ მიწის განცდა, საიდანაც შემოსავალს იღებ. ის რაც შენი მფლობელობის ქვეშ, რასაც შენ როგორც გინდა, ისე მართავ. მატილდა რამ დაღუპა? მატილდა, რომელიც მეფე დაირჩიეს, დომინა ანგლორუმ, ასეთი ტიტული მიანიჭეს, იმიტომ რომ ვესტმინსტერში სანამ არ მივიდოდნენ, მას იმ თავზე გვირგვინს მანამდე ვერ დაადგავდნენ. მაგრამ იქამდე ხო უნდა მისულიყო, არა? მატილდამ გადაწყვიტა, რომ უნდა შემოეტანა გადასახადის ახალი ფორმა. რატო? იმიტომ რომ მას ხალხის განცდა არ აქვს. მან იცის თავისი ბარონები, მან იცის თავისი ბიძაშვილი, მან იცის თავისი მამიდაშვილი, რომელმაც ესე ცუდად მოექცა მისი მამიდაშვილი და ტახტი წაართვა, არა და ტახტზე თავის გვერდზე მამამისმა დასვა თუ რაც იყო თუ როგორც იყო, მაგრამ განცდა რომ ეს არის ის ხალხი, რომელსაც უნდა მართავდეს, ამ ხალხის გვერდზე კი არა, ბარონების გვერდზეც არ სურდა მას თქომა. ხალხი სხვაგან არის. ხალხი ნელ-ნელა დაიწყებს მერე თავს წამოყოფს, მერე საფრანგეთში მოხდება, დაიწყება ეს ამბავი, ეტიენ მარსელის აჯანყება, მერე იქ რა თქმა უნდა ოტა ტაილერის აჯანყება, ქალაქების აჯანყება, რამაც დაღუპა სხვათა შორის ჩემი ძალიან ძვირფასი და საყვარელი შარლ ტემერერი, ბურგუნდიის ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი ჰერცოგი და ეს ნელ-ნელა მერე ეს ყველაფერი გადადის უკვე იმაში რევოლუციაში, საფრანგეთის რევოლუციაში. მაგრამ ინგლისში რატო არ მოხდა ეს? ინგლისში არ მოხდა ეს, იმიტომ რომ ინგლისში ხალხს ბოლის გამოშვების საშუალება მიეცათ. ჯერ იყო ჰენრი ბოლინგბროკის გარკვეული ესე ვთქვათ აქტები, რომელიც უკვე ნელ-ნელა წარმოადგენდა გარკვეულ საფუძველს უკვე იმ პოლიტიკური პროცესებისთვის, რომელიც უნდა მომხდარიყო. ჰენრი მესამეს, როდესაც მიუტანეს და უთხრეს ამას ხელი მოაწერ, იმიტომ რომ აქ ჩვენ რაღაც პრივილეგიები გვეკუთვნის. მერე როდესაც ჯონ უმი წაწყლოს, მანამდე უფრო სწორედ 1215 წლის ქარტია იყო და მერე საერთოდაც როდესაც ჰენრი მესამეს პარლამენტი როცა შეიქმნა 1265 წელს, არა? როდესაც აი სრულიად ლეგენდარულმა და არაჩვეულებრივმა სიმონ დე მონფორმა აჯანყება მოუწყო და ფაქტობრივად მართავდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინგლისს ედვარდ პირველი მემკვიდრე, მაშინ ტახტის მემკვიდრე, რომარ წამოშველებოდა. ამიტომ ფიცი ეს არის ძალიან პირობითი ცნება და იმდენად პირობითი ცნება, რომის მაგალითზე რო ავიღოთ, რომში ამას ღირსების საქმე იყო. აქ გამორჩეული პიროვნებები იყვნენ, რომლებიც წესებს და ფიცსაც ასრულებდნენ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვინმე საკუთარი ანგარების გამო სურვილი ჰქონდა, რომ ან ფიცი უგულებელიყო, ან რაღაცა წესი დაარღვია, ამას თავისუფლად გააკეთებ და ამისი მაგალითები არის სხვა. ღირსების მაგალითებიც არის. ეხლა მე მიყვარს ხოლმე ხშირად არაჩვეულებრივი ჟან მეორე, საფრანგეთის მეფე, ვალუების დინასტიიდან, პირველი მეორე მეფე უკვე ვალუების, რომელიც დატყვევებული იყო შავი პრინცის მიერ
და როდესაც ის გაუშვეს და მისი ვაჟიშვილი დატოვეს, ეს ვაჟიშვილი იქიდან გაიპარა ცეხიდან, ეს მეფე ადგა, ჩაიცვა. საათი გაიკეთა, კუდი დაიხურა, მოემზადა. წავიდა. მე ვფიქრობ, რომ მის ცხოვრების უკანასკნელი წლები იყო ყველაზე ბედნიერი, იმიტომ რომ ის მიიღეს უდიდესი პატივით, დიდი ზურნა-დუდუკით, ძალიან დიდი დაფასები, ძალიან დიდი სიყვარულით, რომ ეს იყო განმაცვიფრებელი მოვლენა. საერთოდ როდესაც რაღაცა მოვლენა გამორჩეულად არის ხოლმე ხაზგასმული, ეს ნიშნავს, რომ ეს არის იშვიათი მოვლენა. ასეთი მოვლენები იყო იშვიათი. სხვა შემთხვევაში ხან ამ მეფესთან იყო, ხან აგერ ნახე, რობერტი გლოსტერი, ჯერ იყო სტეფანთან. მერე უცბად გადაბარგდა მატილდასთან. რატო? იმიტომ რომ მისმა ქმარმა იქ წარმატებები მოიპოვა. თუ ბურგუნდიაში, ნორმანდიაში შევიდნენ. რატომ ესეთი რაღაცები ხდებოდა? ანუ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, საიდანაც შეიძლებოდა რომ ადამიანს მიეღო, აი ამ სამეფო ტახტისა და გვირგვინისათვის მებრძოლ დინასტიურ ორ გლოსტერი არასოდეს მეფე არ გახდებოდა, იმიტომ რომ ბასტარდი იყო. ეგეთი ბედნიერება მარტო მერე გახდა შესაძლებელი, როდესაც ტიუდორები გახდნენ მეფეები. მანამდე ეს სრულიად შეუძლებელი ამბავი იყო. ყველაფერს მარტივად შეგვიძლია სამეფო კარის თამაშები დავარქვა. იცი, მე რომ მკითხო სამეფო კარის თამაშები შეგვიძლია თავისთავად დავარქვა და არაფერი არ არის სამეფო კარის თამაშები იმასთან.